თუ დაივიწყე ენა ქართული, მას საქართველო დაგვიწყებია. მათ, ვისაც საქართველო არ ავიწყდებათ, ვინც იცის, რომ ერის ხასიათს, საუკუნეების მიღმა დაწყებულს და აწმყოში არსებულსაც, სიტყვით ნათქვამსაც და უთქმელსაც, მისი სამშობლოს ენა გამოხატავს. ვინც იცის, რომ დედაენა დაბადებამდე გვახლავს და სამარემდე მიყვება, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც სხვაგან ყოფნის ხვედრს იზიარებს და მშობლიურ ქართულს არ შორდება, ვუძღვნით ამ წიგნს. ქართული დამწერლობის წარმოშობის ზუსტი თარიღი, რომელიც 3000 წლეულის მიღმა იკარგება, ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება და თავისი ორიგინალობითა და იდუმალებით მსოფლიოს მეცნიერთა და სწავლულთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. იუნესკოს გადაწყვეტილებით უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. უცხოეთში გახლდით გადაღებაზე, ახლო აზერბაიჯანი ქვია იმ ქვეყანას, სადაც ერთ მშვენიერ საღამოს გადაღების შემდეგ ფეირვერკებს რო ეძახიან მაშხალების სროლა ატყდა, გათენდა მეორე დღე ვერ გავიგე თუ რაზე იმი იყო ესა და მეორე დღეს გავიგე რომ მთელი რესტორნები იყო დაკეტილი და ტოლმა უფასოდ რიგდებოდა. თურმე იუნესკოს გამოუცხადებია რომ ტოლმა არის აზერბაიჯანული კერძი. მათი კულტურულ მემკვიდრეობას შეადგენს ეს. მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში შევიდა ტოლმა, რომ ეს არის ამერის კერძი. და ასეთი ზეიმით აღნიშნეს რამდენიმე დღიანი ის და თურმე ამავე დროს ადის-აბებაში მოხდა შეკრება იუნესკოსი და იქვე გამოცხადა რომ ჩვენი სამი დამწერლობა მრგლოვანი, ნუსხახუცური და მხედრული გამოცხადდა ამ მემკვიდრეობის ძეგლად. და იმავე დღეს თურქეთიდან მცხოვრებმა ქართველებმა დამირეკეს ამის შესახებ, რომ გილოცაო ქართველებს, ულოცაო ყველა ქართველს, რომ ასეთი ამფერი რამ მოხდაო. ვრეკავ თბილისში ჩემს მეუღლესთან, რა ხდება, თაბრიკო მეკითხება. ვიფიქრე, იქ თუ მაშხალებს ისვრიან, აქაც შესაბამისად ალბათ ვიღაცის დაბადების დღეზე ისვრიან მაშხალებს და ასეთი დიდებული საქმის გამოცხადებისას ალბათ განსაკუთრებული აქ არავის არ ახსოვს და რამოდენიმე ინტერვიუეთი შემოიფარგლა ეს ამბავი და დასრულდა ამით. მოკლედ ზეიმი არ გავმართეთ. ცნობილი ხდება, რომ იუნესკომ ქართულ ანბანს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის მე-11 სესიაზე მიიღეს, რომელიც ეთიოპიის დედაქალაქში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. საკითხი იუნესკოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ჯერ კიდევ ივნისში წარადგინა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის მიხედვით 2015 წლის 19 მარტს ქართული ანბანის სამ უძველეს სახეობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. არამატერიალური მემკვიდრეობა მსოფლიოს. ეს ფრიად სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ ჩვენ აი სწორედ ამ დედაენის გამოსვლის შემდეგ და რაღაცა სიმბოლურად მივიჩნიეთ ეს. ჩემს დიდ სიხარულს პირველ რიგში შეუერთდა თურქეთიდან ქართველი, რომელიც არის ამ დედაენის იდეის ავტორი და რომლის ლექსი სადაც კი საშუალება მომეწემა ამ ბოლო დროს მე აუცილებლად მის მონაწერს ვკითხულობ და კიდევ ერთხელ თუ შეიძლება მივცემ ჩემ თავისუფლებას თუ რა მონაწერი აქვს ბატონ მუჰამედ იუნუს კაიას ჩვენდამი რომ ამ წიგნზე გვემუშავა. მონატრებულ ასო ბგერით ჩემი დედაენა მღერის ამენაზე მგალობელი სამოთხეში წავა ფრენით რა ლამაზი პეპელა ლურჯს იასაც ვხედავ მცინარს დედაენა გადავფურცლეს სიხარულით
ამეტირა გადმოვლახა ვაჭარის მთებს გადმოვცურავ ჭოროხსაც შენს უბეში სულს მოვითქვამ გამიხსენო ოღონდაც დედაენით შემოგცინებ თვალში ცრემლი მექნება გაუჩული ტკივილებით გული ამიფეთქდება გადმოვლახა ვაჭარის მთებს მთებო ხომ არ მიწყრებით დედაენა სულში მიდევს და თავიდან ვიწყები უმთავრესი დასაყრდენი ქართველისთვის ამოსავალი უნდა იყოს ქართველი არის ის ვისაც უყვარს თავისი მშობლიური დედაენა და ლაპარაკობს ამენით ეს დედაენა წიგნი ქართული თქვენთვისა დასტამბული რომ ეზიაროთ მშობლიური ანბანის თვითმყოფად სისტემას განუმეორებელი გრაფიკული დამახასიათებელი სტილით და იმ სიტყვებს და აზრებს რასაც თქვენი და თქვენი წინაპრების მშობლიური დედაენა გამოხატავს ებიანი ცხოვრები ქართველები რო ჩვენ ქართულად ლაპარაკობდნენ დიდი შიშით წარმოთქვავდით ყოველ ქართულ სიტყვას იყო შემთხვევები რომ ჩვენ სკოლაში რომ მივდიოდით მაშინ სწავლობდით თურქულს იმიტომ რომ სოფლებიდან ჩამოდიოდნენ ქალაქად სკოლაში და იწყებდნენ თურქულის სწავლას 7 წლის ბავშვები არ იცოდნენ იმიტომ ქართულად ლაპარაკობდნენ არის იქ ქართული სოფლები რამდენიმე ხნის წინ გახლდით და ბავშვები უკვე ქართულად არ ლაპარაკობენ ჩვენ ტელევიზორმა და ქალაქმა წაგვახტინა გითხრა ერთმა თეთრწვერიანმა კაცმა ასე გითხრა ზუსტად ამ ქართულით ტელევიზორმა და ქალაქმა წაგვახტინა და იმათთვის და წიგნის უქონლობამ დედაენის უქონლობამ იყო ესეთი გარკვეული გამონაკლისები რომ რაღაც თითოეულო რაღაცა წიგნებს გავაგზავნიდით ხოლმე იქა რომ გვინდოდა იმათ ესწავლათ ქართული მაგრამ ეს წიგნი მინდა გითხრათ რომ მაშინაც პირველად რომ დედაენა გამოვიდა იაკობ გოგებაშვილის დროს მაშინაც იყო ილიას აზრი რომ იქ მუსლიმი ქართველებისთვის შედგენილი ყოფილიყო რაღაცა ცვლილება ის სახელები მაინც ყოფილიყო მათთვის მისაღები თბილი რომ გასაგები ყოფილიყო მათთვის რომ ეს დედაენა განსაკუთრებით ჩვენთვისაა დაწერილი ჩვენთვისაა გაკეთებული და არა სხვისთვის ჩემთვის ჩვენ გავუკეთეთ თურქეთში მცხოვრებ ქართველს ამ დედაენაში იგრძნობა ის რომ ეს არის მათამის დიდი სიყვარულის გამოვლინება ხიდი ევროპასა და აზიას შორის ხო საჭირო და საჭიროა მაგრამ თურქეთში მცხოვრებ ქართველებსა და ამ ქართველებს შორის ხიდის უმთავრეს ხიდის ფუნქციას შეასრულებს ეს წიგნი ღვთისმსხალობით და მინდა გითხრათ რომ რამდენიმე ხანში ამ წიგნთან ერთად მივდივართ მისი ავტორებიც ვინც არიან კიდე შემდგენელნი წავალთ ალბათ მოგვეცემა იმის საშუალება და ეს წიგნი გამოცხადდება დაამტკიცებს თურქეთის განათლების სამინისტროს სახელმძღვანელო წიგნად. აი ხო უნდა ისწავლონ, რა წიგნით ისწავლონ, იქნება ეს წიგნი დამტკიცებული ოფიციალურად სამინისტროს მიერ. თვითონ ნახეს ესა და ერთი შეხედვით, ეხლა η კომისია შეიკრიბება თუ რაღაცა ფორმა აქვს, რასაკვირველია ყველაფერს. იქ მცხოვრებ ხალხებს ეგეთი კანონი მიიღო თურქეთის სახელმწიფომ, მიუღია, როგორც მატყობინებენ, რომ თავიანთ მშობლიურ ენაზე სწავლების უფლება მიეცათ. ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია თურქეთისათვის. როცა ზეგან გავიხსენეთ, თუ შეიძლებოდა რომ დიდი სასჯელი მიეღოთ იმისათვის, რომ ქართულ ენაზე დაელაპარაკათ. სიტყვაც ამოცდენოდა და ეთქვა რომ მეგურჯი ვარო. არა, იქ ცხოვრები ყველა თურქი იყო. ეხლა დრო მიდის, იცვლება და მადლობა ღმერთს იცვლება ჩვენთვის ქართველთათვის რაღაც სასიკეთოდ ხდება. ამის შემდეგ ვფიქრობთ რომ კიდე მეორე უკვე საკითხავი წიგნი გაკეთდეს დედაენისა მზად არიან ეს წიგნი იქ დაბეჭდეს იქაურმა ქართველებმა სტამბოლშია გამოცემული და ამიტომაც ხარისხიც ძალიან სასიამოვნოა
ამ წიგნს ერთვის ვიდეო, როგორ იწერება ხაზგმებით მხოლოდ ი ა და ხმა როგორ გამოითქმის ესა თუ ის ასო ბ უ რ თ ი ბურთი კიდევ ერთი ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ეს წიგნი არა მხოლოდ თურქეთში მცხოვრები ბავშვებისთვის არ არის. ეს წიგნი არის შეიძლება 80 წლის დედაენასთან მიმართებაში ის ბავშვია. და ისეთი სიყვარულით, ისეთი ცრემლმორეული აქ არის იმითი დედაენით შემოქცინებო, რო წერს ეს ზუსტად მათი გამოხატულებაც ესეთია, გარეგნული გამოხატულება. ამ წიგნს ხელს რომ მოკიდებენ, ისინი მეცხრე წაზე არიან. ვინ ამენაზე მოსაუბრე 64-ში წავა ფრენით უკვე ქართულად ვინც ლაპარაკობს, იქ გონიათ რომ 64-ში ქართულად ლაპარაკობენ. დარწმუნებული არიან. თურქეთში მცხოვრები ქართველისთვის გურჯი მხოლოდ ეროვნება არ იყო. ეს იყო სიმტკიცის, გამძლეობის, სიტყვის კაცობის უმთავრესად. ის რო იტყოდა, დამაჯერებელი იყო გურჯი ადამი იტყოდა. აი გურჯულად მოიქცაო რა ქართველურად. გურჯი ადამის სიტყვა თქვაო. ამიტომაც ის იყო სანდო და ამიტომაც გავამაგროთ ისინი. ეს წიგნი მათი სიმაგრე იქნება. აბა დავსვოთ აბა ვინო ეხლა გაჩნდება კითხვა რომ სად რომელ თურქეთი დიდია სად უფრო მეტად საინტერესო სად არის პასუხად ამისა სტამბულში მოითვლიან ძალიან ბევრ ქართველს ასევე ანკარაში ამასიაში სოფლებია 15-20 სოფელი სადაც დიდი ინტერესია ქართული ენისადმი და აქეთ სადაც საქართველოა ხო ცხადია და ცხადი თუ ეს სიყვარული ჩვენშიც მიათედი მაინც იქნება ჩემი ენისადმი ჩვენი ენისადმი რაც იქ არის მე ხშირმა ურთიერთობა მათთან ნინო უფრო მეტად მასწავლა და შემაყვარა ჩემი სამშობლო იმიტომ რომ იმათ ისე უყვართ რომ იქ ამ ქვეყანაზე აუგს ვერ იტყვი მათ სამშობლოზე აუგს ვერ იტყვი იმათთვის თუ რაღაცა სიტყვი ასე იყო ისე იყო ის არ ვარგო და ის მართველი არ მაო ესე მოხდა რა მოხდა მე აქაც ხდება მაგბერი მაგრამ ის სიყვარულს ვერ ეხება ეს მცირე გამოხტომები სიავისა რაც ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ხშირია დღეს იქაური ქართველები რასაკვირველია 5 მილიონზე ქვევით ციფრს არასახელებენ მეტი რასაბო მეტი 6-7-ზე მეტი იქნება ამბობენ და ასე შემდეგ საშუალოდ 5-6 მაინც ქართველი არის ცდა რო ჩაატარო ნინო აქედან რო წახვიდე სარფიდან გადახვიდე სტამბულში თლად იქეთ ეგეოსის ზღვასთან მისვლამდე სადაც არ უნდა გადმოხვიდე და ქართულად დაილაპარაკო იქ აუცილებლად იქნება ქართველი თუ არა ქართულის მცოდნე მაინც მეზობელი ეყოლება ვისგანაც ისწავლა ეს ეკონომიკის ბრალია თუ რისი არ ვიცი მაგრამ ასე როა ეს ნამდვილად ვიცი ჩავატარეთ კიდეც ეგეთი ცდა რომ მანქანით გქონდა საშუალება წავსულიყავით და საცა გავაჩერეთ ეს სასადილო იქნებოდა რა მე გვეყიდა თუ რაღაცა სპეციალურადაც ვაჩერებდით ქართულად დავილაპარაკებდი ერთი წუთით მით აქ გვეთყოდა და მოვიდოდა ვიღაც მისის ქართულად დავილაპარაკებოდი მე ვარ აჭარიდან და მყავს ძალიან ბევრი მეგობარი იქ რომლის წინაპარი ახლობელი უახლოებს რამდენიმე ერთი საუკუნე გავიდა და ცოტა მეტი დატოვა ეს აჭარა იძულებით ნებით არავის არ დაუტოვებია
და გადავიდნენ და მადლობა უფალს რომ ახლა 5 მილიონს რომ ამბობ ის 200,000-მა აჭარიდან იქ მოსახლემ დაატოვებინეს ეს თავისი მხარე და წაასხეს რასაც მოაჯირობა ქვია გადაასახლეს სხვადასხვა მხარეში აკვნებით ბავშვები აკვნებით მიყავდათ დიდი პატარა არ ვიცი რითი ძალიან დიდი იძულება დაადგა იმისთვის დაეტოვებინათ აყრილიყვნენ თავიანთი მიწიდან და წასულიყვნენ და მათი ტკივილი და სიხარული და ცოდნა წყურვილი იმ ცოდნისა თუ რა იყო მიზეზი იმისა რომ ისინი აიყარნენ აქედან და წავიდნენ იქ სადღაც შორს 1500 კილომეტრია თუ 1300 აქედან იქ სოფლები შეიქმნა აგერ ახლოს 600 კილომეტრზე არის სოფელი ფაცა ესეთი დასახლება სულ გავს ქობულეთს მთელი ქობულეთიდან გასახლებულები მოკლედ ეს რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ მოხდა ეს საშინელი ამბავი ამ ბოროტების წილ ღვთის წყალობით სიკეთეთ შემოვატრიალოთ ეს იმიტომ რომ იქ არის ჩემი თანამემამულე ჩემი ნათესავი ჩემი სისხლი და ხორცი ქართველი რომელიც აგერ მილიონებს ვითვლით სასიხარულო არ არის ესა და ჩავთვალოთ ისინი ქართველებად და უმეტესად რომ მეთქვა გაძლეს და უნდათ რომ კონდეთ აი ეს წიგნი მათ დედაენა ვინც ეს წიგნი დააბეჭდინე და ვისი იდეითაც ეს გაკეთდა და ვისი ლექსიც მე თქვენ უკვე მოგახსენეთ ეს იუნუსკაია გახლავთ რომელმაც ძალიან თხოვა რომ გადამეცა დიდი გულწრფელი მადლობა იმათთვის ვინაც იღվածა და ეს წიგნი გააკეთა პირველ რიგში ეს მადლობა ეკუთვნის ზურაბ კოჩალიძეს მხატვარს მადლობის ღირსია რასაკვირველია წიგნის დამკაბადონებელი, რომელსაც ძალიან ვაწვალებდით მისი შედგენის დროს, რამდენჯერ შევცვლიდით ტექსტებს, გადავაადგილებდით, ხან ნახატს ახალს შევდებდით, ის არ მოგვეწონებოდა. ეს გახლავთ ქეთევან ღონღაძე. რასაკვირველია დიდი მადლობა რედაქტორებს წიგნის შედგენისას გაწეული ძალიან დიდი დახმარებისთვის ნანა ამირანაშვილს, მარი წერეთელს, თამარ მესხიძეს, ნინო ხოფერიას, მარიამ გოგუაძეს, კეთევან დუმბაძეს, ეთერ კონცელიძეს, გია მურღულიას, ნია ზოსიძეს, გოჩა ირემაძეს, ლევან ხიმშიაშვილს, მერა ბაბულაძეს და სხვაებს. ბევრია, ვისაც კი ამ თემაზე მივადგებოდით, აქ ჩამოთვლილი გვარები, ყველანი დიდი სიხარულით და ხალისით შეუდგებოდნენ იმის კეთებას, რასაც ვთხოვდით, რომ გაეკეთებინათ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. აი ბატონო იუნუს შევასრულე შენი თხოვნა და მადლიერება, თქვენი მადლიერება გადავეცი მას. და დიდი მადლობა რასაკვირველია ჩვენგანაც იუნუს ბატონს რომ აი ეს წიგნი შესანიშნავი წიგნი დააბეჭდინა და რასაკვირველია მიხედავს იმ საქმესაც რომ ყველა ოჯახს რომელიც თურქეთში ცხოვრობს და არა მხოლოდ ქართველის ოჯახში შევა ეს წიგნი და იდება იქ როგორც ლამაზი წიგნი ლამაზი ასობგერებით დარცისა შემთხვევითი რომ მე ვზივარ ახლა აქ კალბატონ დინოსთან ერთად ბაბო დადიანის ოთახ მუზეუმში და ეს სურათები ეს სახეები რაღაცა თითქოს წეღარ მომეჩვენა საუბრის დროს ამ წიგნზე ლაპარაკისას რომ ისინი იღიმოდნენ უხაროდათ მათ სულებს რომ მსგავსი საქმე რომ ჩვენ დღეს მათ დავანახეთ რომ საქართველოს ისეთი მცირე არ არის როგორც მტერს გონია თურქეთში მცხოვრები ქართველის და წიგნის იდეის ავტორის მუჰამედ იუნუსკაიას თურქეთიდან მონაწერი. მონატრებულ ასობგერით ჩემი დედაენა მღერის ამ ენაზე მგალობელი სამოთხეში წავა ფრენით რა ლამაზი პეპელა
ლურციასაც ვხედავ მცინარს დედაენა გადავფურცლე სიხარულით ამეტირა გადმოვლახავ აჭარის მთებს გადმოვცურავ ჭოროხსაც შენს უბეში სულს მოვითქვამ გამიხსენო ოღონდაც დედაენით შემოქცინებ თვალში ცრემლი მექნება გაყუჩული ტკივილებით გული ამიფეთქდება გადმოვლახავ აჭარის მთებს თებო ხომარ მიწყრებით დედაენა სულში მიდევს და თავიდან ვიწყები